ჩემო საყვარელო მეგობრებო, ბლიც ცნობარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნოცართ პოდკასტიდან. მეგობრებო, არასოდეს არ დაუშვათ, რომ თქვენმა ემოციებმა, მით უმეტეს შიშმა იბატონოს თქვენზე. ანუ რა შუაშია ხა ეს და ჯანმრთელობა, ხო? პირდაპირ თანხმეთაშია. ნახეთ რა ხდება. ფიქრს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ როდესაც ჩემ თავზე გამომიცდი, იცით, სიტუაციები მქონია, რომ უცბად ფიქრობ, რომ ვაიმე, ეხა ეს გადამედება. აი, მაგალითად, ხო და ვიცი, თან უკვე მეშინია, ვიცი, რომ ნამდვილად გადამედება, უკვე და ვიცი, იმიტომ რატო ხდება ეს ამბავი, ნახეთ, საიდუმლოება სად არის. შენ ტვინი ფორმირებას აკეთებს შენი ფიქრისას იმ წუთასვე პროდუქტს გაძლევს, იმ წუთასვე გამომცხვარია, ნამცხვარი და გეძლევათ საჭმელად. ანუ იფიქრებ თუ არა ნეგატივს, იფიქრებ თუ არა, რომ აი მე ხარ ცუდად ხარ და ტვინი ეგრევე ამ ფარშს მოგიჭრიდავთ, გაგიკეთებთ გემრიელ კატლეტს და გაგიდებთ თეფშზე საჭმელად. ანუ თქვენს ფიქრს გამზადებულს მოგართმევთ. ანუ შენ თუ იფიქრებ, რომ ვაიმე, ცუდად ხარ, ალბათ ხვდები, ის მტკივა, ეს მტკივა, ეს ტვინი უკვე დაიწყებს ამის დაპროგრამირებას და მოგცემს შენ შედეგს, რომ მართლა ცუდად გახდები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ბიოლოგიური რობოტები, კარგი სიტყვის გაგებით, ბიოლოგიური, ოღონდ ნამდვილი, ისეთი არა, რკინის და ასე შემდეგ, შექმნილი, რა თქმა უნდა, უზენაესი მშვენიერი ძალის მიერ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს ძალა ჩვენში, რომ ჩვენ თვითონ დავაპროგრამიროთ ძალიან კარგი ინფორმაციული ამბები ჩვენთვის და რაც მთავარია, რა მაგრა, რა კარგად ხდება, მე რა აჰა, მე რა 100 წლით რომ, მაგრამ ნახე რა ვიძევა, რა ჯანმრთელია, რომ იყავი ჯანმრთელი და სწორედ იაზროვნე. ეს არის შენი გასაღები შენი ჯანმრთელობისათვის.